მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ, მადლობა გადაგიხადოთ ყველას მომბრძანებისთვის, მშობლებს, პირველ რიგში ანსამბლის ხელმძღვანელობას, ამ საოცარ ბავშვებს. ეს არის საპატრიარქოს ჩოღოსანთა საზოგადოებისა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად არსებული პროექტი, რომლის ფარგლებში აგერ უკვე მერამდენი ანსამბლი მომბრძანდა ანსამბლს ჩვენს წმინდა ტაძარში, სადაც ამდენი ბავშვი ეზიარა. ბავშვებო, ვინ ვეზიარეთ დღეს, აბა ხელი ავწიოთ. იდება. გენაცვალეთ, გაიხარეთ. ამისთვის მადლობა კიდევ ერთხელ თქვენს ყველას. ჩვენ გვინდა რომ ჩოღოსნების სახელით ეს წმინდა სამების ხატი გადავცეთ ანსამბლის ხელმძღვანელობას, ბატონ დავითს. ერთი და მეორე, რაც ყველაზე მთავარია, ანსამბლი ქართულს გადაეცემა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დალოცვის სიგელი, რომელიც სამუდამოდ დარჩება თქვენ ანსამბლში. აში ბავშვებო. ესაც თქვენ დიდი სიყვარული და ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. მე მინდა ბავშვებო, თქვენთან ერთად დღეს იუბილარი გახლავთ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ხელმძღვანელი ბატონი ახაბერ ბარკოიშვილი, თქვენთან ერთად მიულოცოთ დაბადების დღე, მისი დიდი წვლილია ამ პროექტებში და აბა ერთი კარგი ტაში მივიძინოთ. ავარია დავადასტუროთ ის, რომ ჩვენა ვართ პატრიარქის ჩოღოსნები და როგორ გვიყვარს პატრიარქი, ერთი ვთქვათ რა, აბა. დღეს საპატრიარქოს ჩოღოსანთა საზოგადოებასა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კიდევ ერთი ანსამბლი მომბრძანდა ტაძარში, ანსამბლი ქართლი. ეს საოცარი ბავშვები წირვაზე იდგნენ თავიდან ბოლომდე და ეზიარდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, თითქმის მთელი ანსამბლი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბედნიერება. მენელსაცხებელ დედათა ხსენების დღეა, ულოცავ ანსამბლის ხელმძღვანელობას, ზოგადად სრულიად საქართველოს და ამ ბავშვებს განსაკუთრებით მათი მადლით და ლოცვის ძალა ფარავდეთ მუდამ ცხოვრების გზაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის ფარგლებში ეს ბავშვები და კიდე არაერთი მოზარდი მომბრძანდება ტაძარში და ნამდვილად გაიზრდებიან ისეთ მართლმადიდებელ ქართველებად, როგორც ჩვენ წინაპრებს უყვარდათ და შეეფერებოდათ. ვულოცავ ანსამბლ ქართლს ანსამბლის დალოცვის დღეს. არაჩვეულებრივი დღე გამოდის, არაჩვეულებრივი კვირა დღეები არსებობს საიმისოთ, რომ ყოველ კვირა დღეს დაილოცოს ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ანსამბლები და ამისთვის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ჩოხოსნების საზოგადოებას უღრმესი მადლობა და ქორეოგრაფთა კავშირს, რადგან ერთობლივი პროექტი არის და მათ შორის ჩვენც გვხვდა წილად მამულიშვილის დალოცვის დღე 16 მარტს არაჩვეულებრივი დღეები ელოდება კიდევ უამრავ ანსამბლს. ჩემი შვილი დადის ანსამბლ ქართლში, რომელიც დღეს ძალიან დიდი დღეა და ძალიან ნასიამოვნები და დიდი მადლობა ყველას ასეთი დიდი საპატიო წოდებისთვის, რაც ჩვენ შვილებს მიანიჭეს დღეს. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ჩემი შვილი ძალიან ბედნიერი არის, ეზიარა და უღრმესი მადლობა ანსამბლ ქართლს და ყველას, ვინც აქ მიიღო მონაწილეობა. დიდი ხანია ამ ანსამბლის წევრი ვართ, ჩემი შვილი ამ ანსამბლშია და ნამდვილად ამაღლებელია დღევანდელი დღე თითოეულ ჩვენთაგანისათვის, რადგან ამ ბავშვებმა ძალიან დიდი უფლისწყალობა მიიღეს და ილოცნენ და ანსამბლი უკვე სრულფასოვნად თითქოს შედგა. და ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებს და მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის. ვულოცავ ჩვენს ანსამბლს ამ მნიშვნელოვან დღეს, მადლობელი ვარ დღევანდელი დღისთვის, მადლობა პატრიარქს და უფალმა დიდხანს გვისოცლოს ჩვენი პატრიარქის თავი. ბედნიერი ვარ დღევანდელი დღისთვის. ძალიან მიხარია ეს ჩოხოსნები რომ არიან ჩვენი შვილები და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამის გამო ბატონ დავით გაბუხადიას. მოგესალმებით, მივესალმები STAR-TV-ს მაყურებელს. ძალიან დიდი ემოციებით ვარ ცავსე, სრულიად ანსამბლი, თითოეული წევრი, რა თქმა უნდა, ქორეოგრაფიც ბატონი დავით ბაბუხადია, ვულოცავ ბატონ დავითს ასეთ დიდ წარმატებას და
ვუსურვებ ძალიან ბევრ წარმატებას ანსამბლს. მეც წევრი ვარ ანსამბლის და ასე ვითვლები ყოველ შემთხვევისთვის და ძალიან დიდი ემოციებით ვარ სავსე და მადლიერი ვარ მოკლედ დღევანდელი დღის უფლის და ანსამბლის. უპირველეს ყოვლისა, მინდა მიულოცო ქრისტეს აღდომა სრულად საქართველოს ბრწყინვალე დღესასწაული. დიდება უფალს, მადლობა უფალს დღევანდელი ლამაზი დღისთვის. დღეს ანსამბლი ქართლი დაილოცა და ბავშვები ეზიარდნენ და ძალიან დიდი სიხარული და ძალიან გახარებულები ვართ დღევანდელი დღით. და ეს პატრიარქის ლოცვა კურთხევით და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ჩვენ საპატრიარქოს. ასევე მინდა გადავუხადო ჩოხოსა და გუნდს. რა თქმა უნდა კიდევ მგონებელთა კავშირის თავმჯდომარეს ბატონ კახა მარკოვიშვილის დღეს იუბილეარია ულოცავთ დიდი სიყვარულით, დღესდღეობა და ჯანმრთელობას უსურვებთ. გახარებას და რა ვიცი, მოკლედ ფესობ თქვენ შენ გენაცვალეთ ნამდვილ ქართულ ტრადიციულ საქმეს ემსახურები და აი მართლაც რომ სასიხარულო თქვენ შემდგომელი ადამიანები მზადები და გაიხარეთ თქვენ. მოკლედ მე მინდა რომ თქვა რომ ჩვენი პატრიარქი დიდხანს გვიცოცხლოს, მინდა რომ უსურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი. და ჩვენც რა თქმა უნდა შევერთდით ამ ჩოხოსა და გუნდის წევრები გავხდით ჩვენს და ძალიან დიდი სიხარული, ძალიან დიდი გახარებულები ვართ ყველანი და ანსამბლის სახელით დიდი მადლობას ვუხდი ყველას აბსოლუტურად, ბავშვების სახელით, მშობლების სახელით დიდი მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს და თქვენ ყველას აბსოლუტურად. ვინც ესეთი კარგ საქმეს აკეთებთ, ღვთიურ საქმეს აკეთებთ, დიდება უფალს, მადლობა უფალს და ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო რა.